საინტერესო თემით, როგორც ყოველთვის, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ბავშვებში ყელის ტკივილსა და ყურის ტკივილზე, გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობაზე, პრევენციაზე. ჩვენი სტუმარია თეონა გაბუნია, პედიატრი. მოგესალმებით, ქალბატონო თეონა. მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება ყელის და ყურის ტკივილს, ყველა სეზონისთვის დამახასიათებელია, ანუ ეს ასე ვთქვათ, მდგომარეობა, ზაფხული იქნება, სიცივე იქნება, სიცხე იქნება, ბავშვებს აწუხებთ. თუმცა ყელის და ყურის ტკივილის გამომწვევი მიზეზები არსებობს და მოდით უპირველეს ყოვლისა ამით დავიწყოთ საუბარი. რა იწვევს ყელის და ყურის ტკივილს? დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, ყელის ტკივილი ბავშვებში ავადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელსაც საფუძვლად სხვადასხვა მიზეზი უდევს, როგორც აღნიშნეთ. ეს მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული, ასევე ალერგია და ასე შემდეგ. ყელის ტკივილი ლოკალიზაციის მიხედვით მოიცავს ლარინგიტს, ანუ ხორხის დახმოვანი მიოგების ანთებას, ფარინგიტს, სასის უკანა კედლის ანთებას, ტონზილიტს, ნუშურაჯირკვლების ანთებას. სიმპტომების შესამსუბუქებლად, როდესაც მიმდინარეობა არის საშუალო და მსუბუქი, ურჩევთ სითხის მიწოდებას, ჰაერის დატენიანებას, ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთებას, ცოტა მოზრდილ ბავშვებში თაფლის გამოყენებაც შესაძლებელია და სიმპტომების შემსუბუქებას იწვევს, რა თქმა უნდა. ქალბატონო თეონა, ჩაგეკითხებით, არის ესეთი მოსაზრება, თითქოს თაფლი პირიქით აღიზიანებს ყელს, მით უმეტეს, როდესაც ტკივილი აწუხებს ბავშვს და ეს რეალობაა თუ მითია? არა, ეს არის მითი. ერთადერთი შეზღუდვა თაფლის გამოყენებისა 1 წლამდე ასაკის ბავშვებია და რა თქმა უნდა, როცა ალერგიული რეაქცია, დანარჩენი ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად ძალიან ფართოდ გამოყენებული და კარგი საშუალება. და განზავების გარეშე უნდა მივაწოდოთ? შეიძლება განზავებით, ანუ წყალთან ერთად, თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ წყალში გახსნილი თაფლი ესეთი იშლება მისი სამკურნალო თვისებები კარგავს, ასე ვთქვათ, მას, ასე რომ ჯერ უნდა მივცეთ თაფლი ერთი ჩაის კონდით და შემდეგ წყალი მივაყენოთ. დღეში რამდენჯერ? საღამო ხანს უფრო სასურველია, დღეში ერთხელ, დღეში ორჯერ, ძილის წინ არის ძალიან დამამშვიდებლადაც მოქმედებს და ძალიან სასარგებლოა. რა თქმა უნდა, კარგი ხარისხის ბუნებრივ თაფლზეა საუბარი. დიახ, და რაც შეეხება მედიკამენტებს, ჭირდება თუ არა ბავშვს ამ დროს ანტიბიოტიკი? კი ბატონო, ამას ახლა გავშალოთ ვისაუბროთ იმაზე, რომ ყელის ტკივილი გამოწვეულია ვირუსული გენეზის და ბაქტერიული. როდესაც მაგალითად, როდესაც სტრეპტოკოკული ფარინგიტია, რომელსაც A-ჯგუფის სტრეპტოკოკი იწვევს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბაქტერიებს ანტიბიოტიკოთერაპიით მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ თუ არის ვირუსული და ამას უკვე ექიმი განსაზღვრავს, ეს არის ვირუსული თუ ბაქტერიული, რა თქმა უნდა, არ უნდა არანაირად ვირუსის დროს ანტიბიოტიკოთერაპია. გარდა ინფექციურისა არის კიდევ სხვა გენეზის ყელის ტკივილი, მაგალითად, როდესაც არის გასტროეზოფაგული რეფლუქსური. ანუ როდესაც განმარტოთ. განმარტავ, ახლა როდესაც საყლაპასა და კუჭ შორის არსებული სფინქტერი, ანუ ეს არის ჩამკეტი კუნთი, ბოლომდე არ იხურება, ანუ მწიფარია და საყლაპაში ხდება კუჭის შიგთავსი, ანუ უკან ამოდის. ამ შემთხვევაში აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვანს, ხდება ცხვირსა და ხან პირში და
ეს იწვევს ყელის ტკივილს. ჩვილობის ასაკში ეს არის დროებითი მოვლენა და 6 თვის ასაკისთვის თავისით ალაგდება, ხოლო თუ ვთქვათ, რეფლუქსი ძალიან ხშირია, ამ შემთხვევაში შეიძლება ზის პრობლემებიც გამოიწვიოს ყელის ტკივილისთან ერთად და გამოიწვიოს ასევე ღებინება, საყლაპავის ლორწოვანის და გარსის დაზიანება და ამ შემთხვევაში მკურნალობა, ეს უკვე დაავადება და მკურნალობა საჭიროებს. ასევე შეიძლება ყელის ტკივილი გამოწვეული იყოს თქვათ რაღაცა მექანიკური დაზიანებით, როდესაც სამწლამდე პატარები მექანიკურად პატარა სათამაშოს ნაწილებს ან სხეულს იდებენ პირში და ამ შემთხვევაში შეიძლება ბავშვმა მშობელმა ვერც კი შეამჩნიოს ისე დაიზიანოს და ამან გამოიწვევს ტკივილი. კი ბატონო, და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ჩაგეკითხებით არის თუ არა სტრეპტოკოკული ინფექცია? კი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზი სტრეპტოკოკული ინფექცია. თუ თქვათ გენერალის და ამ შემთხვევაში სტრეპტოკოკული ინფექცია უკვე მას გამონაყარსაც კი იწვევს კანზე და ეს უკვე ქუნთრუშასგანაც კი, ანუ ერთ-ერთი ესეთი ბავშვებში გავრცელებული კანის ინფექციასთანაც არის დაკავშირებული. ამას ამ სტრეპტოკოკით გამოწვეულ ფარინგიც აუცილებლად სჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია და რომელი რიგის ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება, ამას უკვე ექიმი განსაზღვრავს და თვითნებურად მკურნალობა ყოველად დაუშვებელია. იმიტომ რომ იწვევს რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას, ესე არამიზნობრივად დანიშნა პრეპარატების. გავამახვილოთ ყურადღება იმ სიმპტომებზე, რომელთა აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიუმართოთ ექიმს. აი მაგალითად, თუ ბავშვი ყელის ტკივილთან ერთად ტემპერატურა 3 თვეზე ნაკლები ასაკისარი არ ჭამს, ეს გამოიხატება ყელის ტკივილი ჩვილებში გამოიხატება იმით, რომ თქვათ კვებას წყვეტს პირის წოვის დროს ტემპერატურა თუ მაღალია, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიუმართოთ ექიმს. ან ხმაურიანი ჩასუნთქვა თუ აქ მყეფარი ხველით თუ არის გამოხატული ჩასუნთქვა, სტრიდორი თუა ცირეწლოვანებში თუ ჭარბად გამოხატული ნერწყვთენა, ეს უკვე ისეთი მდგომარეობა, რომელსაც სამედიცინო დახმარებას მოითხოვს და აუცილებლად შესამოწმებელია ბავშვი. ქალბატონ თეუნა, და როგორ დავიცვათ ბავშვი განმეორებითი ინფექციისგან? განმეორებითი ინფექციისგან პირველ რიგში ეს საშიში დაავადებები, როგორიც არის დიფტერია, ჰიბი, ანუ ეპიგლოტიც, რომელიც იწვევს მაგალითად ჰემოფილუს ინფლუენზა ტიპის B ტიპის ბაქტერია, ეს შედის ვაქცინებში და ისევ მიუბრუნდებით, რომ ვაქცინაცია იცავს ბავშვებს ფატალური შემთხვევებისგან, ასევე ჰიგიენური ჩვეულებრივი საშუალებებით დავიცვათ ბავშვი, ანუ გავანიალოთ ხშირად ოთახი, სადაც ყავს ბავშვი, ხშირად ვასეინოთ სუფთა ჰაერზე, ხელები ხშირად დაუბანოთ, იქ სადაც ბევრი ხალხია, მოვარიდოთ დიდი ხანს ყოფნას და ასეთი რეკომენდაციები დავიცვათ. ქალბატონ თეუნა, ეს რაც შეეხება ყელის ტკივილს და ჩვენ ყურის ტკივილზეც უნდა ვისაუბროთ, გამომწვევი მიზეზები რო დაგვისახელოთ. ყურის და ყელის ტკივილი თითქმის ძალიან ხშირად ერთად არსებობს ხოლმე პატარებში, იმიტომ რომ ანატომიურად ყურსა და ყელს შორის, შუა ყურსა და თვიხახას შორის არსებობს მილი, ასეთი ევსტახის მილი ჰქვია, რომელიც აუცილებელია შუა ყურში წნევის რეგულირებისთვის და ამ ფუნქციონირებისთვის, ნორმალურად რომ იფუნქციონიროს. ეს
ჩვილებში ეს ევრტახის მიელი არის უფრო ვიწრო და ჰორიზონტალურია. ამიტომ პასაჟი ამ ლორწოსი შემცირებულია თუ ყელში რამე პროცესია, ბაქტერიების გავრცელება ევრტახის მილით ყურის მიმართულებით ძალიან ადვილია და პროცესი ძალიან ხშირად გადადის ყურისკენ და შუაყურის ანთება ვითარდება. ასევე კბილების ამოჭრისას ჩვილებში ყურის ტკივილი გავრცელებული მოვლენაა, რაც გამოწვეულია ნერვული კავშირებით ღრდილებსა და ყურს შორის. ღრდილების შეშუპება და ეს მგრძნობელობის მომატება ყურისკენ ტკივილის გადაცემას იწვევს და ესეც შეიძლება ყურის და რაც შეეხება ქალბატონ თეონა ყურის ტკივილს როდესაც ბავშვს ასტკივდება ყური, ჩვენ ვსაუბრობ ჩვილ ბავშვებზე და თუნდაც ბაღის ასაკის ბავშვებზე. ამ დროს რამდენად მიზანშეწონილია იქიმთან ვიზიტი, იქიდან გამომდინარე, რომ განასხვავოს, ხო, არის გარე ყურის ანთება, არის შუა ყურის ანთება, რომ დავუშვათ ერთი და იგივე მედიკამენტით არ უმკურნალოთ. ხშირად ხოლმე ერთ მედიკამენტს გამოიყენებენ დავუშვათ ერთი სახის ყურის წვეთებს, არა და რამდენად საჭიროა დიფერენციაცია. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, დიფერენციაცია ეს არის შუა ყურის, გარე ყურის ანთება თუ შიდა ყურის ანთება აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მიერ, იმიტომ რომ განსხვავებული მკურნალობაა საჭირო. როგორც თქვით, ეს ევრტახის მილიდან შუა ყურში გადადის ინფექცია და თუ ანთება აქ უკვე ანტიბიოტიკოთერაპია წვეთების სახით ექიმა უნდა განსაზღვროს. ხანდახან, როდესაც გარეთა ყურის ანთება ვირუსის ალაგებასთან ერთად თავისთავად გაივლის და არანაირი მკურნალობა არ სჭირდება ამ ყურის ტკივილს, ასე რომ აუცილებელია, რომ ექიმა განასხვაოს და დიფერენცირება გააკეთოს თუ რა სახის აქ არის ანთება თუ უბრალოდ გაღიზიანება, ჰიპერემია თუ გასაგები. ქალბატონ თეონა, გარკვეულ შემთხვევაში ფიქსირდება ყურის ტკივილი, თუმცა გამომწვევი მიზეზი არის ხოლმე კბილი. როგორც ამბობენ, კბილის ტკივილმა იცის გადაცემა ყურზე. და აქაც რა თქმა უნდა სპეციალისტის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება. თუ ყურიდან კბილიდან არის გამოწვეული და ეს ჩვილობის ასაკში კბილის ამოსვლის პროცესს უკავშირდება, არის სპეციალური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელსაც ნიშნავს ექიმი და პრევენცია ხდება ტკივილის, ასე რომ ესეც თვითნებურად შეიძლება დედას ეგონოს, რომ თქვა ტკივილის ანთება და დაიწყოს ანტიბიოტიკის შემცველი წვეთების ჩაწვეთება, რომელიც სრულებით ზედმეტი იყოს და სმენის დაზიანებაც კი გამოიწვიოს. კი ბატონო, აქედან გამომდინარე სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია და რაც შეეხება ანთებით პროცესს, როდესაც არის ყურის ანთება, რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა? თუ ყურის ანთება ხანდახან ჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია 10 დღის განმავლობაში, სიმძიმის მიხედვით ოტოსკოპით დაათვალიერების, ყურის დათვალიერების შემდეგ განსაზღვროს ექიმი ხანგრძლივობასაც, მკურნალობის ხანგრძლივობასაც. დიახ, და მიშვებული პროცესების შემთხვევაში ყურის ტკივილის დროსაც და მაინტერესებს ყელის ტკივილის დროსაც რა სახის გართულებებს უნდა ველოდოთ? გართულებები შეიძლება სმენის დაქვეითება გამოიწვიოს, სმენის ნერვის დაზიანება გამოიწვიოს და შეუქცევადი პროცესი შეიძლება შეუქცევადაც შეიძლება სმენა დაზიანდეს, რაც შეეხება ყელის თუ სტრეპტოკოკული ფარინგიტია, შეიძლება გავრცელდეს რევმატოიდული პრობლემები გამოიწვიოს ბავშვში, რაც თქვათ გულის პრობლემებიც შეიძლება დაფიქსირდეს ამ შემთხვევაში და ეს საბედნიეროდ უკვე იშვიათია, იმიტომ რომ ჩვენი მშობლები ინფორმირებულები არიან, მშობლები ძალიან კარგად ეცნობიან უკვე
მოტყდებულ ინფორმაციას იაზრებენ და ადრეულ პერიოდში მიმართავენ ხოლმე ექიმს, პედიატრს, ყველას თავისი პედიატრი ყავს და მართავენ ძალიან კარგად. დიახ და აი ჩვენი საუბრის დასასრულს ისევ ყელის ტკივილთან დაკავშირებით მაინტერესებს ანუ კვებასთან როგორ უნდა ვარეგულიროთ უფრო სწორედ კვება იქიდან გამომდინარე როდესაც პატარას აწუხებს ყელი რა თქმა უნდა ძალიან ბევრ პროდუქტზე ამბობს უარს და რა რაოდენობით უნდა მივაწოდოთ სითხე არის დავუშვათ ისეთი მოსაზრებაც რომ ყელის ტკივილის დროს პირიქით ცივი ანუ ის ცივი საკვები იქნება თუ სითხე ცივი სახით არის მიზანშეწონილი, ანუ ეს მართლა ასეა, ესეც რეალობაა თუ მითია და რაც შეეხება წვნიანს, რა რაოდენობით უნდა მივცეთ ბავშვს და თუ დაუშვათ არ შეუძლია უარს ამბობს, ამ შემთხვევაში რა გავაკეთოთ? თუ საქმე ეხება ჩვილს წოვის პროცესი მტკივნეულია, როდესაც ყელი აქვს წითელი და ტკივილი გადადის ყურისკენ. ამ შემთხვევაში მშობელი გრძნობს, რომ უარს იძახის წოვაზე, ესე იგი პატარას ტკივა ყელი ან ყური და რისკი არის იმისა, ჩვილს ეხება ეს, რისკი არის იმისა, რომ გაუწყლოება მოხდეს ბავშვის, ეს არ არის სასიკეთო მდგომარეობა ჩვილებში საყურადღებო მდგომარეობა ჰიპოვოლემიაში ჩავარდა და ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს რომ მოხდეს მხარდაჭერა ბავშვის სიცხიდან რომ გადასხმის თუ საქმე იმაში რომ თუ საერთოდ არ წოვს თუ წოვს მაგრამ პირის მაინც ხშირად უნდა გავაგრძელოთ წოვის პროცესი, იმიტომ რომ თვითონ მოსაზრებაა ისეთი, რომ დედის რძეში არის ისეთი ნივთიერებები, რომელიც ანთების და გაღიზიანების ჩაქრობას ხელს უწყობს, ასე რომ ხშირად, რაც შეიძლება ხშირად, მცირე улуფებით, მაგრამ ძალიან ხშირად უნდა ყვებოთ და მაინც მოვაწოვოთ ეს ერთი. რაც შეეხება მოზრდილ პატარებს, ცივი ეს მითია რომ არ შეიძლება პირიქით ცივი პროდუქტი ყელის ტკივილს ძალიან ეს ტკივილის პროცესს აქ ამსუბუქებს და ძალიან სასიამოვნო და შეიძლება რომ მივცეთ არის ასაკობრივად საშუალებები აეროზოლების სახით რომელიც ტკივილ გამაყუჩებელ ეფექტს იძლევა და 15-20 წუთის შემდეგ ამ ეფექტის მიღების შემდეგ შეიძლება უკვე იკვებოს პატარა არ არის აუცილებელი და განსაზღვრული რაოდენობა სითხისა თუმცა როდესაც სიცხე აქვს პატარას ამ შემთხვევაში მშობელმა კლუბ-კლუბად მაინც არ არის აუცილებელი წვნიანი სუპის სახით ან რამე წვენის სახით უბრალოდ სუპთა წყალიც რომ იყოს დღის განმავლობაში სულ ინტენსიურად უნდა მიეწოდოს პატარას რომ ზუსტად აი ეს რაც ზემოთ აღვნიშნეთ გაუწყლოება არ ჩამოყალიბდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საჭირო საუბრისთვის, საჭირო რეკომენდაციებისთვის. ყველა ბავშვს უსურვოთ ჯანმრთელობას, თქვენ წარმატებებს, ჯანმრთელობას და დროებით. მოწვევისთვის დიდი მადლობა ნახვამდის. მადლობა, ეს იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა. ჩვენ ვისაუბრეთ ყელის და ყურის ტკივილზე ბავშვებში. სტუმარი იყო თეონა გაბუნია, პედიატრი, რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მალე დაგიბრუნდებით.